სხვათა შორის ძალიან სიმპტომატიური იყო ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა სომხეთის და ზოგადად სომხეთთან დაკავშირებით და ქართული ანალოგი, როდესაც იქნა მოყვანილი, ძირითადად პარალელი იყო ხოლმე გავლებული 2012 წლის არჩევნებზე. ხო, იმიტომ რომ 2012 წელსაც იყო იგივე მოცემულობა, რომ რეაქციული ძალები არსებობდნენ, რომელთაც სურდათ კონტრრევოლუცია ფაქტობრივად ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს დემოკრატიზაციის და მოდერნიზაციის ის ტალღა იყო მათთვის სრულიად მიუღებელი, მათი, რა თქმა უნდა, დამქოქავი, წამქეზებელი მთავარი იყო, რა თქმა უნდა, რუსეთი, კრემლი ამ შემთხვევაში და იგივე სურათი იყო აბსოლუტურად სომხეთშიც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რა თქმა უნდა, ბევრი განსხვავებელიც არსებობს. თავარი განსხვავებელი ერთ-ერთი არის ის, რომ დასავლეთი კონსარი მოგებული და უფრო ფხიზლად ადანებს თვალყურს ამ მოვლენებს. მაშინ ჩვენ გვახსოვს, რომ იგივე ამერიკელებიც, ევროპელებიც იყვნენ ძალიან აქტიურად ჩართულები და მუდმივად საუბრობდნენ ამ მშვიდობიან გადაცემაზე ძალაუფლების და საერთოდ ვერ ხედავდნენ აი საფრთხეებს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ივანიშვილის რეჟიმში და ივანიშვილის მოსვლაში ხელისუფლებაში. გასაგებია, რომ იქ ისეთი პოლიტიკოსებიც იყვნენ, რომლებიც ნამდვილად ვერ დაუწამდნენ თქვათ პრორუსობას და პირიქით გამოჩნდა, რომ ნამდვილად პროდასავლელები არიან შემდგომი წლების მანძილზე, თუმცა ივანიშვილი როგორც ასეთი იყო ძალიან ბუნებრივად გაშიფრული მოვლენა ჩვენთვის, მაგალითად ნაცვალ-მოძრაობის მომხრეებისთვის, წევრებისთვის იმ დროს, თუმცა კიდევ ერთი გეოპოლიტიკური ფაქტორი, რაც ცვლილების მომხდენი არის, რაც ცოტა ზაგიგვიანდად გაშიფრო. თქვენ არ გეკუთვნის ეს შენიშვნა, მაგრამ თქვენს უფრო ასაკიან ლიდერებს ეკუთვნით. ანუ იმათაც დაუგვიანდათ, ან საერთოდ ბოდიში ამ ჟარგონისთვის გამაზეს, ხო ეს პერიოდი. ამიტომ თლად, როდესაც რაღაცა კრიტიკას დავიწყებთ იმ პერიოდის შეფასებებისა და დამოკიდებულებების, მე მგონია პირველ რიგში თვით კრიტიკულები მაშინელი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი, მაშინელი მთავრობის ხელმძღვანელები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ თუ არსებობდა პირდაპირ მტკიცებულებები, თუ ესეთი რწმენა არსებობდა ივანიშვილის როლის საქართველოში, მაშინ მე მგონი მოქმედებებიც უნდა ყოფილიყო შესაბამის დამაჯერებელის, დამარწმუნებელის. თუ ეს იყო და ამას ვერ აკეთებდნენ, აქ სხვა პრობლემა შემოდის სანდოობის მაგალითად, ხო? როგორც ჩანს, იმ მომენტისთვის იმ ხელისუფლებას აღარ ქონდა სანდოობის ის ხარისხი, რომ ობიექტური მტკიცებულებებიც კი საზოგადოებისთვის მიეწოდებინა და ეს ერწმუნა საზოგადოებას. არის კიდევ ერთი და შემდეგ მოგცემთ სრულფასოვნად თქვენი აზრის გამოთქმის საშუალებას, რომ ერთი განმასხვავებელი ფაქტორი არის დღევანდელ სიტუაციასთან დასავლეთის მიდგომები და პოზიციონირება. ამას ხაზი სხვათა შორის თავად მიხეილ სააკაშვილმა გაუსვა დღეს თავის გამოსვლაში სასამართლოზე, როცა მან ახსენა ობამა, ახსენა გადატვირთვის ეგრეთ წოდებული პერიოდი და მაშინდელი შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და ვთქვათ ასე ევროპის სამყარო ნაწილის განსაკუთრებით ანგელა მერკელის და ის არ იყო გამონაკლისი დამოკიდებულება პუტინისა და რუსეთისადმი, ხო? ანუ ეს ის პერიოდია, როცა ევროპა რუსული გაზით არის გაბრუებული და სრულ კომფორტში ცხოვრობს, ამერიკის შეერთებული შტატები ილუზიებით იკვებება, რომ პუტინისგან, ესე ვთქვათ, პარტნიორი და სტაბილური პარტნიორი დადგება. ეგის მომენტი არის და სააკაშვილმა ეს სიტყვა იხმარა, ამიტომაც გავბედავდა ვიტყვი, რადგან თვითონ თქვა, რომ მე ვებლანდებოდიო ფეხებშიო ამათო რა. მართლა ეგრე იყო. მეც მაქვს ეს ნანახი სხვა შრეებში სააკაშვილისადმი ეს დამოკიდებულებაც. ეხლა კონტექსტი მთლიანად შეცვლილი არის ამ თვალსაზრისით რა და სომხებს ამ ნაწილში გაუმართლათ, ფაშინიანს ამ ნაწილში გაუმართლათ, მაგრამ ეხლა ჩვენ ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. აი, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველოს ეს ვითარება, რა დამატებითი ახალი ფაქტორები შემოდის, რომელიც თქვენი როგორც ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერის ოპტიმიზმს გააღვივებს. ხო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაგეთანხმებით ეს აღნიშნა კიდევ ბატონმა სააკაშვილმა, მნიშვნელოვანი და თავი რა არის, რომ უკრაინის ომმა ამოაპირავა ის არასწორი მიდგომა, რაც დასავლეთში არსებობდა. ხო, აი დაახლოებით ეს მიუნხენის შეთანხმების სინდრომი, ხო, რომ შეიძლება დიქტატორი, ადამიანი, რომელიც არის დამპყრობელი და მოწოდებული არის და პირდაპირ გაცხადებული აქვს ეს კურსი, დაამშვიდო თბილისის სიტყვებით და რაღაც დათმობებით, ხო? ამიტომ გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში ივანიშვილი იყო უფრო მისაღები კანდიდატურა ყველასთვის, ესე გამოდგა, პირდაპირ თქვათ, ყველა აქტორისთვის აბსოლუტურად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. ეს ფაქტი იყო და ზოგადად გერმანელებმაც პირდაპირ განაცხადეს, რომ მათ ეს ოსტროპოლიტიკა, რომელიც ეხებოდა, ასე ვთქვათ, რუსეთის ინტერესის გათვალისწინებას აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფს თარი და ზოგადად ნაცრისფერ ზონად მონათლა ჩვენი ქვეყნის, რასაც წავყვანი ევროპული ქვეყნები ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, ხო, რომ ნაცრისფერი ზონა იყოს, მოდი იყოს, რა თქმა უნდა, ევროპა რაღაც დონეზე ჩართული, მაგრამ იქაც სხვათა შორის
ლიდერობა გამოირჩინა ჩვენ გვაქვს აღმოსავლური პარტნიორობის ფორმატი როცა შეიქმნა არა დასავლეთ ევროპულმა წამყვანმა სახელმწიფოებმა არამედ პოლონეთმა ბატონმა სიკორსკიმ სკანდინავური ქვეყნები როგორც ყოველთვის აქტიურები არიან ამ ხრივ ბატონი ბილტი იმიტომ რომ ეს ის ქვეყნებია რომელთაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი რუსეთის ეს აგრესიული ქმედებები და სამხედრო ასე ვთქვათ თავდასხმები ხო ბოლო საუკუნეების მანძილზე და ეს ყველაფერი მოდი პირდაპირ ვთქვათ ეხა რასაც ვადებ თუ რაღაცა მართლა შეგვიძლია ჩემი აზრით რომ ვთქვათ ნაციონალურ მოძრაობას და აი ამ მემკვიდრეობით ყველაზე მეტად ვამაყობ არის ის რომ ეს რაღაც გეოპოლიტიკური სურათი არქიტექტურა რომელიც ჩვენ თვალწინ ეხა იქმნება მისი კონტურები გამოიკვეთა სწორედ რომ ნაციონალურ მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს რომ ეს ქვეყნები კავკასიის ქვეყნები მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იყოს არა ნაცრისფერი ზონა არამედ ევროპის შემადგენელი ნაწილი ოპტიმიზმის საფუძველს ის ვაძლევს რომ მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა ეს თავისთავად დიდი პრობლემაა რომ საქართველოს ისტორიული ლიდერი დასავლური ინტეგრაციის კუთხით მთელი რეგიონის მასშტაბით ეს ყოველთვის ასე იყო 1918-20 წლებშიც მაშინ ასე იყო შუა საუკუნეებშიც ასე იყო ყოველთვის ასე იყო დასავლური არჩევანი ასეთი მყარი როგორც მრავალსაუკუნოვან ქართულ სახელმწიფოებრიობას ჰქონდა გაკეთებული ასე არასოდეს არ ყოფილა და არც ფარსმამქველიდან დაწყებული დავით აღმაშენებელი ვახტანგ გორგასალი ყველა იყო დასავლეთის მოკავშირე ხო ანუ ამ ხრი ყოველთვის ლიდერები ვიყავით ეხლა რომ მაჩანჩალები ვართ ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგედია თუმცა გამოსწორების შანსი გვაქვს ძალიან მალე მე ამაში ოპტიმიზმის საფუძველს ვაძლევს ის რომ ქართულ სახელმწიფოს აქვს ისეთი რეფორმები განხორციელებული და საზოგადოება ისე არის განვითარებული მათ შორის და თუნდაც ინფრასტრუქტურული ინსტიტუციური რეფორმები უფრო ადრე გვაქვს გაკეთებული ნება არის უბრალოდ ხელისუფლების ცვლილების შემდგომ მალევე მოხდება ჩვენი ლიდერის პოზიციებში დაბრუნება და სომხეთში ეს ცვლილება რა თქმა უნდა რეგიონში სადაც ამერიკა და ჩვენ ვიცით დონალდ ტრამპის ეს მარშრუტი ხო მშვიდობისა და კეთილდღეობის როცა ასე აქტიურად არის შემოსული როდესაც მათ შორის ევროპა არის ის როგორც არასდროს ისე ინტენსიურად შემოსული ჩვენ რეგიონში და მათ შორის სომხეთში ეს თავისთავად ნიშნავს იმას რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებისთვის იდეალური პირობები არის უბრალოდ ნუ ხელისუფლება ყავს რომელიც ამას არ აკეთებს რაც შეეხება რომ დავასრულო ეს პარალელი და სომხეთის მაგალითის მოყვანა მოდი პირდაპირ უნდა ვთქვათ რომ სომხეთში რაც მოხდა ამ ყველაფრის შემდგომ არის უბრალოდ ესეთი გეოპოლიტიკური სიტუაცია რეგიონში შექმნილი რომ რუსული გავლენები და რუსეთი დაამთავრდა და დასრულდა სომხეთში ამ ეტაპისთვის რა თქმა უნდა გაბრძოლებას ექნება ადგილი იმიტომ რომ ესე არ დათმობენ ბოლო ბაზა აქვს როგორც თქვენ აღნიშნეთ და ასე შემდგომ და ნუ რაღაც ქსელიც აქვს თავისი მაგრამ აზერბაიჯანში რა სიტუაციაა ვიცით ეს დაბეჭდა და დარჩა საქართველო ანუ საქართველოში ჩვენთვის ეხ არის კულმინაციური მომენტი, როდესაც შეიკრა წრე, როგორც 1918-20 წლებში უარყოფითი წრე შეიკრა და როცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა დაკარგეს, უკვე საქართველო განწირული იყო ფაქტობრივად უკვე დამოუკიდებლობის დაკარგვისთვის, ეხლა ჩვენ განწირულები ვართ სინამდვილეში გათავისუფლებისთვის. ოღონდ უნდა გამოვიყენოთ და მოვახდინოთ ამ სისტემის დემონტაჟი. აი, თქვენ ძალიან ოპტიმისტურად ხართ განწყობილი ქართველი ხალხის ნებასთან მიმართებაში. ამავე დროს ამბობთ, რომ ამას ყველაფერს აფერხებს ივანიშვილი ქართული ოცნება. ამ ნების მიმართ საკმაოდ სერიოზული სკეპსისი გამოთქვა დღეს მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ ნაწილში. და მან იხმარა ასეთი სიტყვა, რომ ოპოზიციონერთა დიდი ნაწილი ოპოზიციონერების მისიას მასთან მიმართებაში ახორციელებს და არა იმდენად ბიძინა ივანიშვილის და რომ მათ უმრავლესობას ლუზერის ფსიქოლოგია აქვს და არ წამს გამარჯვების, ასე ვთქვათ. ასეთი ფრაზებით, ასეთი ეპითეტებით, ან თუნდაც ამ განწყობის გულწრფელად დემონსტრირებით მიხეილ სააკაშვილი რა პროცესს უწყობს ხელს ქართულ ოპოზიციაში, რომელიც ისედაც ძალიან რთულად მიმდინარეობს, რბილად რო ვთქვათ, მათ შორის ამ 9 სუბიექტიანი ალიანსის პირობებში და ხომ არ ემსგავსება თუნდაც ამ ტიპის ფორმალური ერთობა, ასე ვთქვათ, არაგულწრფელ და არაპროდუქტიულ გაერთიანებას, რომელიც ჯობია რომ შეიძლება დაიშალოს ამ ეტაპზე და რაღაცა ტიპის ბუნებრივ გაერთიანებებად ჩამოყალიბდეს, გამომდინარე იმ დაპირისპირების ხარისხიდან, რომელიც ამ კოალიციის შემადგენელი სუბიექტების პირველი პირების მხრიდან საჯარო სივრცეშია გამოტანილი. ხო, პირველ რიგში აღნიშნავ რომ ალიანსზე როცა ვსაუბრობთ, ეს ტაქტიკური მიზეზები არის ძალიან ბუნებრივი და არ შეცვლა, არის პოლიტიკური ძალები ჩვენს ქვეყანაში, ეხა პოლიტიკურ ველზე, რომლებიც დიდად შეიძლება ერთმანეთზე, რა თქმა უნდა, დადებითი წარმოდგენის არ იყოს, ბევრი მათგანი პოლიტიკური ლიდერების გულისხმობ პირველ რიგში ამ პარტიების და ზოგადად აღმოჩეველის თუნდაც, მაგრამ არიან პროტესტში, არიან წინააღმდეგობაში, არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმს, დე ფაქტო ხელისუფლებად მიიჩნევენ, ჩართულები არიან საპროტესტო მოძრაობაში, ყველაზე მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, რაც მათ აერთიანებს არის ის, რომ მაგალითად აი ყოველ შაბათს მარშზე ჩვენ სწორედ ამ პარტიის წარმომადგენლები არიან ძირითადად შეკრებილები, სხვა პარტიებისაც, მაგრამ ძირითადად ამ პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის რა თქმა უნდა
იგივე მუნიციპალურ ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან დაკავშირებით ქონდათ იგივე იდენტური პოზიცია, ზოგადად ივანიშვილის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით აქვთ და გამოწვევებთან დაკავშირებით ერთი და იგივე პოზიცია. საერთაშორისო პარტნიორებთან როცა არის შეხვედრები, ძირითადად ერთი ასე ვთქვათ დღის წესრიგით მოქმედებენ და მათ შორის მესამე რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამაერთიანებლად იქცა ჩემი აზრით და ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, გააჩნიათ კონკრეტული ხედვა შეთანხმებული, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები ამ ქვეყანაში, რომ იწოდებოდეს არჩევნებად და რა ნაბიჯებია გადასათქმელი, რაც თავისთავად იყო წარმატება ჩემი აზრით ამ ალიანსის და რაზეც თავის დროზე აქცენტი არ გაკეთა. თუმცა, ეხლა გადავდივარ უკვე მეორე ეტაპზე, ხო? თქვენი კითხვა ბუნებრივია და გასაგებია და ეს კითხვა მარტო თქვენ არ გაქვთ, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მუსირებს, თუმცა პირველ რიგში ნაკლებად მიმართება მართლა გულწრფელად ამას ვამბობ, მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ თუ ვინმე შეურაცხყოფელ აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, მოდ დამერწმუნეთ და გადავხედოთ მოდ სოციალურ ქსელს, სტატუსებს, არ ვიცი, განცხადებებს პოლიტიკურს, ასეთი შეურაცხყოფელი რაც თქვენ თქვით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არასოდეს მიხეილ სააკაშვილს და არც სხვა ლიდერებს ასეთი შეურაცხყოფელი განცხადებები არ გაუკეთებიათ და არ გაკეთებულა ბოლო დღეების მანძილზე, რასაც ვისმენთ სხვების მხრიდან, ხო? ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ჯერ ისეთი არ მგონი რომ შეეფერებოდეს ამ ქართულ პოლიტიკურ კულტურას, იმიტომ რომ ჩვენ გავუწყდება ხანდახან ივანიშვილის ერთ-ერთი მიზანი ესეც არის, რომ დავივიწყოთ რამხელა ტრადიციების სახელმწიფოებრიობა გვაქვს და როგორი პოლიტიკური კულტურა უნდა გქონდეს სინამდვილეში და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანი გახავთ მართლა ეხლა პოლიტიკური ოპონენტი მთავარი ვერ გახდები მიხეილ სააკაშვილის და ნაცნობრობის ჭყალებში დამარცხებით რაც ხანდახან გაცხადებული მიზანია ხოლმე რომ აი ნაცებსთან სააკაშვილს რომ დავამარცხებთ და მე უარეს ტერმინებს იძახიან ხოლმე მე დავამარცხებთ ივანიშვილს მაგრამ საბოლოო ჯამში მარტივად არის საქმე ივანიშვილმა მიიტაცა ყველაფერი ამ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკური არ ვიცი ნებისმიერი ტიპის კაპიტალი და ძირითადი ყველა ინსტიტუცია და არ ვიცი სტრატეგიული ობიექტები აქვს მიტაცებული და ახლა როგორ შეიძლება კაც რომელიც 5 წელია პატიმრობაში იმყოფება ებრძოდე ხო და მის პარტიას რომელიც არის არ ვიცი ეკონომიკურ ბლოკადაშიც და ძალიან ბევრნაირ ასე ვთქვათ დარტყმის ქვეშ არის ბოლო პერიოდის მანძილზე ხო ბოლო თვეების და წლების მანძილზე და რაც მოვიდნენ იმის შემდგომ ხო რამდენი კაცი არის დაკავებული აგერ ჩვენი ლიდერები ლევან ხაბეიშვილი იდაკლი ნანდირაძე საკრებულოს წევრი ბატონი კუპრავა აქტივისტები და ასე შემდგომ ანუ ამიტომაც აქ ეხა სამიზნე როცა არის არეული ჩვენ უპასუხებთ ყოველთვის მიხეილ სააკაშვილს ხონდა ხოლმე კონკრეტული განცხადებები წარსულის მაგალითებზე დაყრდნობით ის თავის პოლიტიკურ ანალიზს და რჩევებს გვთავაზობდა. ეხლა მოდი პირდაპირ ვთქვი, ასეთი კალიბრის პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ბოლო წლების მანძილზე კი არა, არ ვიცი, ეხლა ბოლო წლების მანძილზე არ ყოფილა. ეს უნდა ვაღიაროთ ევროპარლამენტში, როცა ჩავდივარ ხოლმე, იქ ევროპარლამენტარები მესაუბრებიან მასზე, როგორც არ ვიცი, ეხლა რაღაც დიდ ფეხბურთელზე რო იტყვის რომელიმე დამწყები ფეხბურთელი მასთან ათამაშები მოხს მასთან ერთად რაღაც გუნდში ვიყავი, აი ესე საუბრობენ ამ ადამიანზე, ამას რატო ვამბობ? იმიტომ რომ ეს მან დამაის თავისთავად კარგს ხდის ამ ადამიანს, მაგრამ მოდი არ აუგზავნოთ ხო ამ ადამიანს ანალიზი, არ აუგზავნოთ ეხლა აზრის და რეკომენდაციის მიცემა ის მithumetes აგრესიული არ ყოფილა უბრალოდ ხდებოდა ხოლმე რაღაც სტატუსის რაღაც ნაწილის თვის კუდის მობმა და ამის გამოყენება და მე უკვე იქიდან ხდებოდა ხოლმე აგრესიული თავდასხმა მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე მათ შორის ნაცნობ მოძრაობაზე თუ სამიზნეს გაასწორებენ იქნება კარგი მithumetes მიხეილ სააკაშვილის ბოლო პოსტს შეიძლება ალბათ წაიგიხეთ კიდევაც გაიცანეთ კიდევაც სადაც ის საუბრობს რომ ეს ნამდვილად არის კონტრპროდუქტიული არ შეიძლება რომ ეს მუდმივი პირადი კიკლაობა იყოს თუ იქნება კამათი იყოს მოდი მეთოდებზე როგორ ვებრძოლოთ ივანიშვილს მაგრამ თავი უნდა დავანებოთ მithumetes ამ პერსონალურ თავდასხმებს და შეურაცხყოფებს რაც ახარებს ივანიშვილს და უბრალოდ მათ ნამდვილად არანაირი მორალური უფლება არ აქვს რომ ისაუბრონ ვინმეს შორის განხეთქილებაზე იმიტომ რომ ყველა მინისტრი დააკავეს ფაქტობრივად წინა მინისტრთა კაბინეტის და საკუთარ გუნდში ასე ვთქვათ ორი ძირითადი კლანი რაც იყო იმ ერთი კლანის წევრები ყველა დაიჭირეს ფაქტობრივად და იქ შიგნით რაც ხდება ხო ყველა კარგად ხედავთ ერთ-ერთი ადამიანი ბატონ უძილაური რომელიც თურმე დაფუძნებელი მამა ყოფილა ერთ-ერთი ოცნების ისიც დააკავეს და რა სიტუაცია კარგად ხვდებით ხო იქ სოციალურ ქსელში რაღაც შეუწყობილ განცხადებებს კი არ აკეთებენ ადამიანებს იჭერენ 10 წლით და 15 წლით ხო ანუ ამიტომაც ახლა ესეთ დროს რომ ისრის გადმოტანა მოხდეს ამ ფლანგზე ეს არ შეიძლება ტაქტიკურადაც არის ძალიან წამგემიანი, როდესაც სინამდვილეში სადაც არის განხეთქილება, სადაც არის მართლა დაჭმა ერთმანეთის, არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების დე-ფაქტო ხელისუფლების რიგები. ხო, თუმცა სახელმწიფო პროპაგანდა იყენებს ამას. ხო, მაგას ვამბობ, არ უნდა გამოაყენებინოს. გამოიყენებს ყოველთვის და ჩნდება შთაბეჭდილება, რომ შემთხვევით ეს მიხეილ სააკაშვილს არ გაუკეთებია. იყო სერიოზული პრობლემები, ახლაც ბევრი თქვენგანი წამოაძახებს ხოლმე, ახლა პირადად თქვენ არ ამყავთ ხედულობაში, მაგრამ თქვენი პარტიის ზოგიერთ სხვა ლიდერი ძალიან ღიად ამბობენ, რომ ამაზე ლაპარაკი მას ადრე უნდა დაეწყო. ეს შეკითხვები მას ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე ღიად უნდა დაესვა. ეს ეჭვები მას მანამდე უნდა გამოეთქვა. მაგალითად, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების კამპანიის ჩატარების შინაარსსა და მეთოდებზე, მათ ფინანსურ უზრუნველყოფაზე, ადამიანებზე, რომლებიც მათ კოალიციაში საკვანძო ფიგურებად იყვნენ
წარმოჩენილები და მომავალ მთავრობაში ასევე საკონძო პერსონებად იგულისხმებოდნენ. თუ ასეთი კითხვის ნიშნები იყო და დამოკიდებულება, ეს მაშინ უნდა გაეკეთებინა. როგორც ჩანს, სააკაშვილი ამას აკეთებს ახლა, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მან აშკარად არ ვიცი ვინც როგორც უნდა ისე გაიგოს, ზოგმა კეთილი და ზოგმა ასე ვთქვათ ნეგატიური გაგებით დააპროვოცირა ეს პროცესი, რასაც მოყვა საპასუხო რეაქციები და ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს. მან რო საერთოდ კომენტარები აღარ აკეთოს, ეს პროცესი აღარ გაჩერდება. უნდობლობის არგუმენტებით შევსების პროცესი მიმდინარეობს, ხო? შტაბ-შტილება რჩება, რომ ის თავის პოლიტიკურ პარტიას ამზადებს რაღაც ახალი პოლიტიკური ეტაპისთვის. და ცდილობს, რომ რაღაც გარკვეული დისტანცირება თავად ოპოზიციურ ფლანგზე შექმნას ამ პარტიის სხვა მომიჯნავე, მონათესავე პირდაპირ დავარქვათ მისგანვე გამოსული, მისი პოლიტიკური წიაღიდან გამოსული ფიგურებიდან. ეს შტაბ-შტილება რჩება, მე მანდამაინც კომენტარს არ გთხოვთ ამაზე თქვენ როგორ ვარაუდობთ რა ხდება სინამდვილეში, მაგრამ როგორ იყენებს ამას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. თავი დავანებოთ სხვა პოლიტიკური პარტიებთან ზოგიერთ შემთხვევაში მართლა კი ინკლავობა, ზოგიერთ შემთხვევაში ჩემი აზრით ფუნდამენტური საკითხების გარკვევას, იმიტომ რომ თუ ივანიშვილთან შეკრულებაზე არის ლაპარაკი, ეს ინკლავობა აღარ არის სერიოზული ბრალდებაა და პოლიტიკური შედეგებიც ამას სერიოზული უნდა მოყვებოდეს, მაგრამ თავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რა სტრატეგიას არჩევს, რა არის მისი მთავარი ამოცანები, აი უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ყველა ფაქტორი ჩვენთვის სასარგებლოდ ასე ვთქვათ ლაგდება, აგერ სომხეთი ბოლო თემა, უკრაინა უპირატესობებს აღწევს, ხედავთ პუტინი დღითიდღეს სულ უფრო არაადეკვატური ხდება, დასავლეთის კონსოლიდირებული ინტერესი რეგიონებისადმი იზრდება და აქ იმის ნაცვლად, რომ ჩვენ აი ამ მომენტისთვის ვემზადებოდეთ პრობლემები. აი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რას აკეთებს ამ ხრებ და ამით დავასრულოთ. კი ბატონო, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ნაციონალური მოძრაობამ ეხაც მაგალითად შეუერთდა 20 ივნისის საპროტესტო აქციას და ყველას მოუწოდებ, ეს 20 ივნისი არის საეტაპო მნიშვნელობის თარიღი, როდესაც ერთი მხრივ ივანიშვილმა დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლა ამ ქვეყანაში რუსული გავლენების ჩასაბეტონებლად და მეორე მხრივ ახალგაზრდობამაც სხვათა შორის აი მაშინ დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლა, უკვე სხვა თავისუფლების სიცოცხლეზე. ერთ-ერთი პირველი დასარალებული თქვენ იყავით, ყველას ახსოვს ხელებ გაშლილი და ზურგზე და წინ ხო, პირდაპირ ეს ნატყვიარები. ხო და ანუ როცა 20 ივნისზე ვსაუბრობთ, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და ნაციონალური მოძრაობა ამიტომ ესე ვპასუხობთ საპროტესტო აქციებში უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურად ჩართულები, პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელიც მეორე დღეს უკვე გამოიხმაურა და ჩვენ საპროტესტო ჯგუფებთან გვეხდება აქტიური კომუნიკაცია, პროტესტ ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მოწოდება, რომ საპროტესტო აქციები უნდა გაიმართოს არა რაღაცა თქვა თვეების პაუზის შემდგომ, არამედ არ უნდა ველოდოთ ახლა რაღაც ახალი თარიღების დაკიდებას, ბუნებრივად მოდის ხოლმე თარიღები, ბუნებრივად ჩადის ბევრ დანაშაულს ივანიშვილი, მათ შორის მქონდა სამი ნაბიჯის კამპანია, რომელიც ეხებოდა ფასების დაკლებას და როგორ უნდა მოხდეს ამ ფასების დაკლება და სიამბულეში რა არის რეალური ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას, რომ ფასების დააკლდეს ამ ქვეყანაში და რაც რეალურად გაკეთებული გვაქვს თავის დროზე და რა ხედვაც მქონდა, მათ შორის ჩვენ გვაქვს იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან ჩვენი კამპანიები და ამითაც ვაპირებთ ხალხში გასვლას, ანუ პოლიტიკურად დამლოდ არ გავჩერდებით, ვაგრძელებთ ყველა მიმართულებით მუშაობას და მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ნაციონალურ მოძრაობას არსებობს არასწორი წარმოდგენა. თითქოს ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაში რაღაცა ეგრეთ წოდებული ქორა ამომრჩევლის მობილიზაცია მოახდინოს. მე სრულ გულწრფელად გეუბნებით, თუ ვინმე შეუძლია ოცნების მათ შორის აი ამ განაწყენებული ამომრჩევლის წამოყვანა, ერთ-ერთი პირველი არის ნაციონალურ მოძრაობა. იმიტომ რომ სწორედ რომ ოცნებაში თუ ვინმე მიხვდა სინამდვილეში რა დანაშაულთან ხონდა საქმე, მათ დიახაც სურთ რომ ოცნებას რეალურად დაუდგეს ცვლილება და ყველამ კარგად იცის რომ თავარი ოპონენტი ამ ქვეყანაში იმ ხალხმა მაინც კარგად იცის ოცნების ყოფილი აი მხარდაჭერის ჯგუფებმა კარგად იციან რომ რეალური ოპონენტი, თავარი ოპონენტი მათ შორის ყველანაირი კრიტერიუმით არის ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალურ მოძრაობას ყავს ძალიან ბევრი ამომრჩეველი. ეს ჩანს, არ ვიცი, სოციალურ ქსელში ჩანს ხოლმე, აგერ მიხეილ სააკაშვილიც წერს ხოლმე, ხო? არ ვიცი, მის პოლიტიკური პოსტების ქვეშ აქტიურობაში ჩანს ხოლმე, რამდენი მხარდაჭერი ყავს ნაციონალურ მოძრაობას, მათი მობილიზაციის დროა, ჩვენ უნდა შეგვემატოს სხვათა შორის, მათ შორის ამომრჩეველიც და მე მაგალითად რამდენიმე დღის წინ შემთხვევით ხონდა ურთიერთობა საჯარო მოხელესთან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობის პერიოდი ენატრება, გამომდინარე იქიდან რომ დადიოდა არჩევნებზე, იყო ოცნების მომხრე 2012 წელსაც, 16 წელსაც, 20 წელსაც კი, თუმცა რა თქვა, მაშინ მე შემეძლო აქციაზე გასვლაო, ეხლა
აქციაზე გასვლა არ შემიძლია, პროდასავლური პოსტის მოწოდებაც კი აღარ შემიძლიაო და მესამე, უკვე ოცნების შიგნით ისე აერია სიტუაცია, იქ ოცნებაშიც მის დაულაიქოთ, ეგეც აღარ უცით წესიერად. ანუ საჯარო მოხელეები არიან ძალიან მძიმე რეპრესიების ქვეშ, ძალიან მძიმე წნეხის ქვეშ. ყველა ამ ადამიანს ამ ქვეყანაში ჭირდება შველა, ხელის გაშვერა, მუდმივი საპროტესტო აქტიურობა და მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურობა, რაც მათ შორის ნაცნობობა შეუძლებელია, რომ ჩვენ ყავს წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომაც აი ამ მიმართულებებით ვაპირებთ. მადლობა ირაკლი.